25 არასამთავრობო ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ისინი მთავრობას მიმართავენ და სთხოვენ არ მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობების რეფორმის ხელოვნურად შეეფერხება. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით 2014 წლის დასაწყისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის რეფორმირება უნდა დასრულდეს. თუმცა ეს პროცესი შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის დაგვიანებით მიღებამ შეაფერხოს. სწორედ ამიტომ პროექტში მონაწილე არასამთავრობოები მოითხოვენ წლის ბოლომდე მოხდეს აღნიშნული კანონპროექტის საჯარო განხილვა და პარლამენტში ინიცირება. დროში ძალიან იწელება კანონპროექტის შიდა სამთავრობო განხილვა, რაც ძალიან აფერხებს საჯარო განხილვების ჩატარებას ფართო საზოგადოებაში და ყველაზე მნიშვნელოვანი თუ ეს პროცესი ესე გაიწელა, მაშინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წელს ჩატარდება ძველი სისტემის მიხედვით. მე-4 წრეზე მივდივართ საქართველოში უკვე და ამ რეფორმირების მხრივ და შედეგი არის ნახევარი და კოსმეტიკური რეფორმები, ბოლოს იწვევს უკვე პროცესებს, ძლიერდება ცენტრალიზაცია, რეფორმა ითვალისწინებს ოდნავ გაზრდას მუნიციპალიტეტთა რაოდენობის და თვითმმართველი ქალაქების განსაკუთრებით და ასევე რეგიონის დონეზე თვითმმართველობის ელემენტების შემოტანა, სადაც გაჩნდება რეგიონებს გაუჩნდება საკუთარი ბიუჯეტი. ფინანსთა სამინისტრო კლასიკური სამინისტრო, რომელიც ყოველთვის ეწინააღმდეგება ფისკალურ დეცენტრალიზაციას ყველა ქვეყანაში შეიძლება ითქვას, ჩვენთანაც არ არის გამონაკლისი.